კულტურული მემკვიდრეობა და ურბანული განვითარების გამოწვევები ქუთაისში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ქალაქის საზოგადოებრივი ანსამბლეის ინიციატივით პანელური დისკუსია შედგა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალაქის არქიტექტურული იერსახის შენარჩუნების ისტორიული გარემოს დაცვისა და გენგეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე. შეხვედრა ონლაინ ჩართვით ხელოვნებად მცოდნე მარინე მიზანდარმა გახსნა. დიდი მადლობა მაგალითად შეიძლება ხო დიდი მადლობა მოგიხსენებთ ყველა ჩვენ სამწუხაროდ სულ ცოტა ხნის წინ მქონდა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ორ საუკუნოვანი საგუბერნიო ციხის გადარჩენა, ესე ვთქვათ, ვერ შევძელით და გარკვეულწილად უკვე დასრულებული არის მისი დემონტაჟის სამუშაოები. ამიტომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურება თუნდაც აი პრევენციული ხასიათის მომდევნო ისეთი შენობები დავიცვათ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისაგან, რომლებიც ასახავენ ერთგვარად ამ ქალაქის მეხსიერებას. დღეს კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის არსებობდეს ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმა, დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იქნება ნებისმიერი მსგავსი სამუშაო განხორციელებული, რომლის გარეშეც ვერცერთი არსებული შენობა ნაგებობის დემონტაჟი ვერ მოხდება და ვერც ახალი შენობა დაიდგმება. რაღაცას თუ შევწირავთ, მე შევახოცავთ უკაცრავად ამ გამოსმაზე ბიზნესს, რა უყურთ ახლა ბიზნეს ინტერესები იყო ასეთი და ბიზნესი თუ არ განვითარდა, არაფერი არ იქნება. ასე არის. ეს შეიძლება ხდებოდა სადღაც 18 ან 19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის კიდე პირველ ნახევარშიც, მაგრამ ეხლა ეს ასე თელსოფლიოში აღარ ხდება. ბათუმზე აღარაფერს ამბობ, ბათუმის გენგეგმაზე შემუშავე ეკონომიკურ ხედვის ნაწილში და მოხდეძლო მან ასე ვთქვათ გენგეგმის შემუშავება უფრო პატარა გეოგრაფ მაგალითად ცხეთამ გააკეთა, ბორჯომმა გააკეთა, ბორჯომზეც მაგ დამუშავარი გორში არ მიმუშავე. ჩვენ რატო ვიკრიბებით აქ? იმიტომ ვიკრიბებით, რომ იქნებ რაიმე საშუალება და ვინმეს იქნებ გავაგებიოთ რაღაცა. როგორ შეიძლება ეს? სად ნახეთ ეს საქართველოს ისტორიაში გელათი ესეთ მდგომარეობაში? ბაგრატი ასეთ მდგომარეობაში? ოდესმე ყოფილა კომუნისტები იყვნენ და ვიყავით და უვლიდით და ბაგრატის ტაძრის აღდგენის სამუშაოებზე ჩვენ ვიყავით პირველები იქ რომ მივესიეთ. ტუალეტები რო იყო გადმოყდებული, მავატიეთ ამ სიტყვებისათვის ტაძრის ეზოზე. მეორე რაიონზე იყო. ხო, ის ტრაგედია. ეს რა ხდება იქ? ტრაგედია, ესე არის ამხელა გზა, დარჩენილი მოედანზე. ხუთი გზა იყრის თავს და ამ პოლიციელების მანქანისა ვის წარ უნდა იყოს რა მნიშვნელობა? არის დატოვებული აი ამხელა გზა. სადაც